მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. აუცილებლად გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. დღეს მოგიტანეთ უმარტივესი წვნიანი ოსპისგან, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. მაშ ასე პირველ რიგში ზეთში მოვშუშოთ 1 თავი ხახვი. და შემდეგ მასში დავამატოთ 2 საშუალო დაჭრილი კარტოფილი, რომელიც ასევე ხავთან ერთად ზეთში კარგად მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ 1 მოზრდილი გახეხილი სტაფილო და ისიც კარტოფილთან და ხავთან ერთად ზეთში ჩავშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მასში ჩავამატოთ 1 ჭიქა გარეცხილი ოსპი და ისიც 5 წუთის განმავლობაში მათთან ერთად კარგად ჩავშუშოთ. შემდეგ ბოსტნეულებს დავასხათ 1,5 ლიტრი წყალი. როცა წყალი ადუხდება, შემდეგ დავამატოთ 1 სუფრის კოზი ტომატ პასტა და ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. ასევე წვნიანში დავამატოთ შავი პილპილი, ასევე დაღერილი წიწაკა და პაპრიკა და კარგად მოვურიოთ. აქვე ჩავამატოთ 1 დაჭრილი კბილი ნიორი და მარილი გემოვნებით და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. დრო და დრო კიდევ მოვურიოთ, რომ გემოები თანაბრად გაიხსნას და ბოლოში დავამატოთ დაჭრილი მწვანილი. მე დავამატე ოხრახუში და კინძი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით სხვა წვანილეულიც ჩაამატოთ. და ჩვენი უგემრიელესი, სასარგებლო და ჯანსაღი წვნიანი მზად არის, რომელიც განსაკუთრებულად გამოგვადგება მარხვის პერიოდში. ეს წვნიანი შეგიძლიათ სუპ პიურესავით მოამზადოთ და დააბლენდეროთ და ისე მიირთვათ. შინაურულზე არის სხვა წვნიანი კერძებიც, მათ შორის ჩაქაფულის, ხაშის, სუფხარჩოს და ბორშის რეცეპტები სპეციალურ ალბომში კერძები. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.